აბუ-დაბის გმირის ლაშა გაბიტაშვილის ძემა რაც დღეს განხორციელდა თბილისში კიდევ ერთხელ მიუთითებს თუ რა აი უზნევო სულდაბალი ლაჩარი ადამიანების ხელშია ეს ქვეყანა ჩაგდებული და კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას რომ ისინი აბსოლუტურად ყველაზე იძიებენ შურს იმ 200,000 ადამიანზე, ვინც გამოსული იყო, ყველა სურათები აქვე, ყოველ შემთხვევაში უმეტესობის სახელის, გვარით, სურათის, მისამართიც ყველაფერი ექნებათ უკვე შენახული და ყველაზე იძიებენ შურს აბსოლუტურად რომ თუ გააძლენ ხელმეორედ რომ ადამიანები არ გამოვიდნენ ქუჩაში და ისევე პრობლემები არ შეექმნათ ყველას გადატეხავენ ხერხემალში, აბსოლუტურად ყველას. ესენი ისეთი ლაჩრები და სულდაბალი ადამიანები და უზნეოები არიან, საერთოდ მონღოლები ჯონია ვაჟკაცობას და მეგობრის სიყვარულის პატივი მონღოლმა ცვა და ცოტნე დადიანი და კოხტაგორის შეთქმულები ყველა განთავს. ეგენი არც მონღოლები არ არიან, არ ვიცი, მისი ნაკეთები რა სისხლი უჩქებთ, რომელი ერის სისხლი უჩქებთ და ყველაზე იძიებენ შურს. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა მოუწოდო, რა ვიცი, აქედან უხერხულობას მიქმნის ამ მოწოდებების კეთება, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა მოუწოდოს ყველა ადამიანს, თუ კი ვინმე დაიღალა და ფიქრობს, რომ მაინც ვერ შევცვლით. თუ კი ვინმე გულგატეხილი არის. იცოდეთ, როგორც კი მოერევიან იმ ადამიანებს, ვინც ახლა ქუჩაში დადგა და თუ იეშმაკ ჯვარი წერია, აბსოლუტურად ყველას მაინც მოგაკითხავენ. მაინც შურს იძიებენ. ამიტომ ბრძოლა გამარჯვებამდე. თორემ ესენი საქართველოს გადააშენებენ ისედაც შეტანილი ვართ გაეროს მიერ მომავდა ერთას სიაში და ესენი რა კალოსაც დაატრიალებენ ეს იქნება ბოლო წერტილი საქართველოს ისტორიაში და ნამდვილად თვლი რომ დავითის, ვახტანგ გორგასლის, გიორგი ბრწყინვალის, თამარ მეფის, რა ვიცი, ეთუნდაც ერეკლე მეორეს მოტანილი და 10,000-ობით, 100,000-ობით ქართველის მიერ მოტანილი სამშობლოს თუ ბიძინახი ხოს არ დავამთავრებიეთ. არ ვიცი რა, ამას ალბათ არ გვაპატიებს არც ისტორია, არც წინაპრები, არც უფალი და არც არავინ რა. ნამდვილად არ შეიძლება რომ ხიხომ დაამთავროს ასეთი წარსულის ქვეყანა, რომელმაც გაუძლო არაბს, მონღოლს, თურქს, რუსს რა ვიცი ბიზანტიას, რა ვიცი, ყველას და ყველას და ხიხომ როგორ უნდა დაამთავროს დედააფეთქებული და კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ რა, ვინც გულგატეხილები ხართ, ვინც შეშინებულები ხართ, შეგეშინდათ და ეს სამარცხვინო არა, შიში ყველა ადამიანის თვისება და თამდები თვისება. იცოდეთ რომ ეს შიში ვერ გიხსნით, მაინც მოგაკითხავენ მაინც გიტირებენ დედას ერთხელაც მაინც თუ მდგახარ მიტინგზე. აბსოლუტურად ყველას განადგურებენ რომ მეორჯერ საფრთხე არ შეექმნან ხელისუფლებაში ყოფნას. მეორჯერ საფრთხე არ შეექმნას. ყველას განადგურებენ. ბოდიში ასეთი მიმართვისთვის, მაგრამ კიდევ ერთხელ დავირაზმოთ და გამოვიდეთ ქუჩაში. გამოვიდეთ ქუჩაში და ვიბრძოლოთ გამარჯვებამდე.